აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ კამანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან თბილისის ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 1993 წლის 5 ივლისს აფხაზეთის რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი ბოევიკები და კაზაკები შედიოდნენ, სოფელ კამანზე შეტევა განახორციელეს. მიუხედავად ადგილობრივი მცველების გმირული წინააღმდეგობისა, სოფლის დაცვა ვერ მოხერხდა და მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ კამანის ტრაგედიის გმირებს, რომლებმაც მაგალითი მისცეს ჩვენს თაობას მთელ საქართველოს. ეს არის მაგალითი აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთპატივისცემის, იმიტომ რომ კამანის ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო მანუა, ეროვნებით აფხაზი, რომელმაც მაგალითი მოგცა ჩვენ, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის არის ურთიერთობაზე დაფუძნებული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა და სწორედ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს. ეს არის ნდობის აღდგენა და შერიგება, ეს არის უპირველესი. საკმაოდ ბევრი თარიღები აქვს ჩვენ უახლოეს ისტორიაში, სადაც სამაგალითო გმირების მოწმეები ვყოფილ ვარ და სამაგალითო და ძლიერი ბრძოლების გადამტანები ჩვენი ქვეყანა. ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი იყო კამანში. დიდება გმირებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის და თავისუფლებისათვის იბრძვის და იბრძოლა და შესწირა თავის თავი.